ნებისმიერ ადამიანს მოვუწოდებ პატარაობიდან დღემდე, რომ არასოდეს არ არის გვიან. ყოველთვის ისწრაფონ და აკეთონ ის საქმე, რაც უყვართ. მე უზომოდ მიყვარს ყვავილები. მიყვარს გარემო, მიყვარს ბუნება. 42 წლის ასაკში, როდესაც დავიწყე სწავლა, ყველა დამცინოდა. რატომღაც ყველა დამცინოდა, რომ დაამთავრე და გახვალ პენსიაშიც, მაგრამ ვიპოვე, რასაც ვეძებდი ამდენი წლის მანძილზე, ვიპოვე ეს ჩემი საყვარელი საქმე. ამინდი რო არ მიშლდეს ხელს, მთელი დღე შემიძლია დილიდან დაღამებამდე, რო ღამდება, ისიც არ მინდა, რომ დაღამდეს. და რო ვწვევი რაღაცა ისეთი შეგრძნება, მინდა რომ მალე გათენდეს, რომ ისევ და ისევ ჩავიდე ბაღში. მე გახლავართ ლედი ხოსრიაშვილი, ცხოვრობ ცხეთის რაიონის სოფელ ბიწმენში. პროფესიით გახლავართ მებაღე დეკორატორი. ვართ 3 და 1 ძმა, ჯერ ისევ პატარები ვიყავით 5-6 წლის ასაკში, რომ დავიწყეთ პატარა ყვავილებით ეზოს გალამაზება. სულ ჩხუბი მოგდიოდა, არა ეს ადგილი ჩემია, ვრგავდით, ვაგროვებდით ყვავილებს, ზოგს ვეხმარებოდით და გვჩუქნიდნენ, ზოგს ისე ვაგროვებდით და რო ვრგავდით და მოგდიოდა კამათი, მამამ ადგა და გაგვიყო ეს სახლის წინ ადგილი 3 ნაწილად. და ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევდა, რომელი უცხო ყვავილს მოვიტანდით, რომელი უკეთესად მოუვლიდით და სამივე და ვართ უზომოდ გიჟურად შეყვარებული ყვავილებზე. გვაქვს უამრავი სახეობის ყვავილები და ვეწევით ჩვენ საყვარელ საქმეს. მე ეს ჩემი საქმე პროფესიათაც ვაქციე. გადავედი გამრავლებაზე, იმიტომ რომ ბუნებით ვარ ან ყველაფერი ან არაფერი და მივყევი ვაგროვებდი. სულ თავიდან დავიწყე ასტრებით. დღემდე ჩემი უსაყვარლესი ყვავილი არის ასტრა. და ასე გავხდი ალბათ კოლექციონერი რო იტყვიან, თითქმის ყველა სახეობის ყვავილი მაქვს. სადამდე მივალ არ ვიცი, მართლა არ ვიცი. უზომოდ შემიძლია. ვამრავლო, ვაკეთო, გამოჩნდება რაღაცა უცხო ყვავილი, არ არსებობს. ვერ ვიძინებ, ღამებს ან ძინავს, მინდა რომ ის ყვავილი ჯერ შევისწავლო, ჯერ აუცილებლად უნდა ვისწავლო მისი მოყვანის წესები. არ დარჩენილა, 10 წელი ამ საქმეს ვეწევი, არ დარჩენილა მხარე, სვანეთიდან მოყოლებული. არ არსებობს, თვით სოფელიც არ არის, მე მგონი დარჩენილი, რომ ჩემი ყვავილები არ ყვაოდეს. წყვეტა მქონდა ერთადერთი, რომ ბავშვები გამეზარდა. 4 შვილს ვზრდიდი, სანამ იმხელა არ გახდა ჩემი პატარაც, რომ მე უკვე მზად ვიყავი ამ საქმიანობისთვის, იმიტომ ეს არ არის ადვილი საქმე, ამას უნდა მიუძღვნა მთელი სული და გული. არ არის ხელწამოსაკრავი, ძალიან დიდი შრომა დევს. შეიძლება დამათენდეს თავზე, მაგრამ ამ დროს დაღლა სადღაც მიდის. მერე უკვე რომ მოვდივარ სახლში და უკვე დამთავრდა საქმიანობა, მე ვხვდები რა დონეზე ვარ დაღლილი, მაგრამ ეს არის სასიამოვნო დაღლა. რო ხვდები რომ ყველა მცენარე დაპურებული მყავს და მორწყულია, გათოხნილია, იმით ვარ ბედნიერი. ერთი მაქვს ბოსტნეულის ეზო, ნაკვეთი, სადაც ძველ ჯიშებს ვამრავლებ, უამრავი სახეობის პამინდორიდან მოყოლებული, ოღონდ მხოლოდ ქართულ ჯიშებს, ძველ ჯიშებს, არ მინდა რომ დაიკარგოს ეს ჯიშები. სულ ძიებაში ვარ დღემდე, თუ სადმე გავიგე, რომ ეს კარგი ჯიში, ძველი ჯიში, ის კიტრია, პამინდორია, ნებისმიერის, თუმცა უკვე საკმაოდ დიდი კოლექცია მაქვს ამ ძველი ქართული ჯიშების. წლებია უკვე მოგყავს ჩინური ყურძენი. გვაქვს 3 ვენახი. მინდა რომ მეუღლემაც სხვადასხვა ჯიშის ყურძენი მოიძიოს, გაამრავლოს. მოცნებად მქონდა ჯერ სათბური, პატარა ვიყავი რომ მეზობელი, ფიზიკის მასწავლებელი დაგვიძახებდა და გვაკრეფინებდა ივან და მარიას, მერე ვარდების ჭრას ვშველოდით ხოლმე და იქიდან მოცნებად მქონდა რომ მქონიყო სათბური. მეუღლეც დამეხმარა ამ სათბურის ყიდვაში და ასევე მინდოდა ჩემი ნაკვეთი დიდი სივრცე, სადაც რაც გამიხარდებოდა იმას დავრგავდი, იმას მოვიყვანდი და მადლობა მეუღლეს, რომელმაც შემიწყო ამ ყველაფერში ხელი. ვიყიდეთ 3500 კვადრატი ნაკვეთი, სადაც მინდა ჩემ ოცნებებს ფრთები შევასხა და გავაკეთო ჩემი სახელობის გარდენია.
აი ეს არის ჩემი მთავარი მიზანი და ოცნება.